რა გირჩევნია? 100 წალ პატარა ჟელიბონის დათუნიას დაუპირისპირდე თუ 1 წალ 2 კილოგრამიან დათუნიას? 100 წალ პატარა დათუნიას, იმიტომ რომ შეგიძლია რომ სათითაოდ რაღაც გაჭყლიტოან, ფეხი და ბიჯო გასვასდებიან, მოიშორებ და 2 კილოიანი აქეთ დაგადგავს ფეხს. შენი აზრით, რომელი ცნობილი ადამიანი ჩუმჩუმად გაანადგურებდა ბიბოს ზუსტად 5 წუთში? ჩუმად არ ვიცი, მაგრამ ისე 500 გრამია შონზო აუცილებლად მოერეოდა. ახლა რო კუნძულზე მარტო აღმოჩნდი. შენი აზრით, ეს ჟელიბონის დათუნია რამდენ ხანს გეყოფა? ეს ბიბო მეყოფოდა დაახლოებით 2 დღე, არა 3 დღეც მეყოფოდა 500 გრამიანი, 2 კილოგრამიანი ერთი კვირაც მეყოფოდა და კვირანახევარიც. იმიტომ რომ თან სუყია. თან ყველაფერი აქვს, შაქარი აქვს იმისთვის, რომ ტვინმა იმუშაოს კარგად და დაგეგმო შენი გაქცევის გზა უკაცრიელი კუნძულიდან. აქვს ცილები, რაც დაგტოვებთ ჯანმრთელად და აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის. და ყველაფერთან ერთად ბიბოთან არ მომცემდა საშუალებას, რომ დავნებებულიყავი და ხელი ჩამექნია. არ დაგავიწყდეთ ბიბოს სლოგანი, უკან მოუხედავად წინ. ახლა ამ მოცვის ბიბოს რო საუბარი შეეძლოს. პირველი რა სიტყვა? ეს მოთვის ბიბო პირველი მას იტყოდა, რომ არ უნდა უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრა. და ურჩევნია ბედნიერ ბავშვებს ყავდეთ ხელში. მაგრამ თავგადასავლებზეც არაა წინააღმდეგი. რომელი ბიბოს არომატი ხარ შენ? ძალიან ბანალური ვარიანტი უნდა ავრჩიო და მარწყვი. ბოლო შეკითხვა მაშინ. ამ 500 გრამია ბიბოს რო სუპერძალა ჰქონდეს. რა იქნებოდა? ამ მოცვის 500 გრამიან ბიბოს? მე მგონია, რომ მოცვის ბიბოს შეიძლებოდა აზრების კითხვა. თავარია თქვენ ყველა დააგემონოთ და მე მოგწეროთ რომელი მოგეწონებათ. ასევე შეიძლება 2 ახალი გემოც დაემატოს. ეს ყველაფერი საიდუმლოა. თქვენ რამე გაიგეთ? მე ვერა.